მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, დავიწყოთ ევროკავშირის ანგარიშით, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მმართველობის მიმართულებით, აღნიშნულია სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მეტი გლობალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ინტეგრაცია, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო ამ შემთხვევაში როგორც რისკ ფაქტორი კვლავ არის მოხსენიებული, ამიტომ სწორედ აქ არის ხოლმე კითხვის ნიშანი, რომ პოლიტიკა მხოლოდ რისკი ამ ქვეყანაში, თორემ აღნიშნულია, რომ მაგალითად საინვესტიციო კუთხით საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ბიზნეს გარემო არის სტაბილური, ბიზნეს გარემო არის ბიზნესისადმი მეგობრული. ეს არის ფაქტორები კიდევ ერთხელ, რომელიც არის ჯამში, რომელიც ასახავს ევროკავშირის ანგარიშს საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ევროკავშირის ანგარიში საქართველოს შესახებ საუბრობს, რომ საქართველოს არის რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვაკვირდებით ალბათ თითოეული ჩვენგანი ლარის გამყარების ტენდენციებს, მართლაც შეიძლება ითქვას, რომ კარგი დროა მართლაც ინვესტიციებისთვის, გარემო სტაბილურია, კიდევ ერთხელ აღარ მოუყვები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებს, სადაც ყველა კუთხით პოზიტიური ნაწილია და კვლავ მთავარ რისკად რჩება პოლიტიკური ფაქტორები, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეუბნებიან და სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის და სწორედ არასტაბილურობა არის ის, რაც არ უნდა დაუშვათ ამ შემთხვევაში და ბუნებრივია მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. დღეს ჩვენ უძრავ ქონებაზე ვისაუბრებთ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე. აქაც არის ხოლმე გარკვეული ტიპის სპეკულაციები, გარკვეული ტიპის მithმა-მოთქმა თუ რა ხდება ამ ბაზარზე. გალთის კვლევიდან შემოგთავაზებთ რამოდენიმე ნაწილს, ისევე როგორც საქმის მაჩვენებლებს შევეხებით. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება პირველ დიაგრამაზე ჩვენ ვხედავთ ტენდენციებს ამ შემთხვევაში თბილისში ვსაუბრობთ. ჩვენ მხოლოდ თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ თბილისის მასშტაბით. ამ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით ვითარებას, ჩამური ბაზრის სომა, რომელიც $1,000,000 დოლარში არის გამოხატული, შევხედავთ, რომ იანვრის მაჩვენებელი, ანუ 2025 წლის იანვრის მაჩვენებელი იყო $242 მილიონ-ზე მეტი, $242,200,000 უფრო ზუსტად რო თქვა. ჩვენ თუ ამ ტენდენციას შევხედავთ, ხედავთ, რომ გასულ წელთან შედარებით წლიურ წლებში ეს არის დაახლოებით 5.7%-იანი ზრდა, ანუ აქტიურია ამ შემთხვევაში ტრანზაქციები, რომელიც არის. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რომ შევხედოთ, ძირითად შემთხვევაში ჩვენ რასაც ვხედავთ, გააქტიურებულია პირველადი მიწოდების ნაწილი, ანუ სრულიად ახალი ბინების შემთხვევაში. რაც შეეხება უძრავი ქონების გაყიდვების ფასის სეგმენტის მიხედვით, რაც ასევე ძალიან საინტერესო დეტალია, თუ ჩვენ დავაკვირდებით ასევე იანვრის მაჩვენებელს, შემცირებულია უფრო მეტად ბიუჯეტური ნაწილი, ანუ შედარებით დაბალი ღირებულების ნაწილი და საკმაოდ სოლიდურად არის გაზრდილი საშუალო სეგმენტი, ისევე როგორც მაღალი სეგმენტის ნაწილი და თუ დავაკვირდებით გასულ წლის მაჩვენებელს, ასევე პრემიუმ სეგმენტის ნაწილი. ანუ ეს არის ამ კუთხით ტენდენცია და კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც კვლევაში არის საკმაოდ საინტერესო წარმოდგენილი, ეს არის უკვე დაგეგმილი პროგნოზები, დაგეგმილი გაყიდვების მაჩვენებლები, რომლებსაც ჩვენ უყურებთ. შევხედოთ აქაც არსებულ ვითარებას, არსებული ვითარება გვეუბნება შემდეგს, რომ მაგალითად 2025 წლისთვის დასრულებული, ანუ ბინები, რომლებიც დასრულდება 2025 წელს, მათი 77% და ეს არის კიდევ ერთხელ იანვრის მაჩვენებელი, ახლა ეს ვითარება კიდევ უფრო მეტად შეიცვლება, 77% უკვე გაყიდულია. 2026 წელს და 2028 წელს ამ შემთხვევაში 40%-ზე მეტი, 40-42% შესაბამისად ციფრობრივი მაჩვენებელი, ანუ ეს არის დაგეგმილი ნაწილი. საკმაოდ აქტიურია, შეიძლება ითქვას, დროა ინვესტირების უძრავ ქონებაში, არ უნდა დაგვაუწყდეს MR-ის შემოსვლის ტენდენცია და კითხვა თუ რატომ შემოდის MR-ი საქართველოში. დიახ, ამიტომ, რომ სფერო არის საკმაოდ მიზდველი, 6 მილიარდიანი ინვესტიცია ბუნებრივი მნიშვნელობით შეცვლის კვლავ აი ამ ლანდშაფტს, რომელიც აქ არის. თუ შეიძლება შემდგომი დიაგრამა შევხედოთ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ იანვარზე ვსაუბრობთ და იანვარში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო 11.1%, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ სამშენებლო სექტორმა შეიტანა და კიდევ ერთი და ბოლო დიაგრამა ამ შემთხვევაში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, თუ შეიძლება შემდგომი დიაგრამა, რომელსაც ჩვენ შევხედავთ სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს, ვხედავთ, რომ სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. გარდა წლების დამიხედვით, ჩვენ რომ დავაკვირდეთ მხოლოდ 2024 წლის 4-ვე კვარტლის მაჩვენებელს, ვხედავთ ამ შემთხვევაში ზრდის ტენდენციას. მოკლედ ეს არის ვითარება ბაზარზე, სამშენებლო სექტორის ბაზარზე, რომელიც კიდევ ერთხელ საკმაოდ მიმზიდველია ინვესტირებისათვის. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპანიაზე, VR Holdings-ზე. ეს არის კომპანია, ერთ-ერთი პირველი კომპანია,
ბაზარზე ბიზნესმენ ნოშკო ნამურაძის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ვიტყოდი ასე არის გამორჩეული მისი მაღალი ხარისხით, მაღალი სტანდარტით, ინოვაციური მიდგომებით, ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე მათ პროექტებს ვუყურებ, ყოველ ჯერზე აქვთ რაღაცა გამორჩეული, რომელიც განსაკუთრებულად მიგიზიდავს, ასე ვთქვათ და განგაწყობს მასში ინვესტირების კუთხით, თუ საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ასე ვთქვათ, შემდგომი შემოსავლის მიღების მიზნით. სწორედ ვიარის პროექტებთან დაკავშირებით გვინდა დღეს ჩვენ ვისაუბროთ, ვიარის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ ბექა ფაშალიშვილთან, ბატონ ბექა, მოგესალმებით, მადლობა ბიზნეს ინსაიდერში იმედისგლაში მოგზანებისათვის. მადლობა მოწვევისთვის. საუბრობთ ვიარის პროექტებთან დაკავშირებით და არ შემიძლია არ დავიწყო ჩემი საყვარელი და გამორჩეული პროექტით VR შეკვეთილით ამ შემთხვევაში პარაგრაფ ჩვენ ვიცით თუ შეიძლება რომ გითხრათ მეტი ამ კონცეფციის შესახებ მე კი ძალიან ბევრი ვიცი მაგრამ მინდა რომ ყველამ გაიგოს როგორ მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საუბარი მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს პროექტი VR შეკვეთილი Forest Beach by Paragraph უნიკალურია არა მარტო მისი კონცეფციით და მასშტაბით, იმიტომ რომ 40 ჰექტარს მოიცავს, მსგავსი მიწის ნაკვეთი რო ერთი კომპანიის მფლობელობაში იყოს საქართველოს შავი ზღვის არეალში ფიზიკურად არ არსებობს, რაც უნიკალურია და თავიდანვე გარანტირებულ მდგომარეობაში აყენებს მობინადრეს, იმიტომ რომ წინასწარ იცის სად რა აშენდება და ხედი დაეფარება თუ არ დაეფარება ამის შიში და შფოთი ფიზიკურად არ არსებობს. უნიკალურია მისი ადგილმდებარეობით კიდევ ერთხელ რომ ეს ეკუთვნის გურიას, ანუ აქედან გამომდინარე ბახმაროს მთა და ირგვლივის ბიჭვინთის ფიჭვნარი, რომელიც შეკვეთილში არის, მიკროკლიმატს ისეც ქმნის, რაც მის სეზონურობას უფრო მეტად ახანგრძლივებს. პროექტი თავიდან ბოლომდე არის ორი მიზნით განპირობებული, არის როგორც საინვესტიციო, ასევე პირადი საცხოვრებელი მიზნით განპირობებული, სადაც ჩვენს მომავალ მობინადრეებს და ინვესტორებს ვიხმარებით ამბინის შეძენის შემთხვევაში მის გაქირავებაში, რაც უნიკალურია იმ გაგებით. ანუ ეს არის პირდაპირ თქვენი სერვისი ამ შემთხვევაში, რომ შესაძლოა ადამიანმა განახორციელოს ინვესტიცია და შემდგომ უკვე თქვენ უზრუნველყოთ მისი გაქირავება. კი ბატონო, ანუ მას აქვს გარანტირებული შემოსავალი, ამას ჩვენ ვიხმარებით, სრულად ჩვენ ვართ ჩართული მის მენეჯმენტსა და მართვაში. პირველი ფაზა მოიცავს 11 სართულიან შენობას, სადაც 400-მდე აპარტამენტი არის განთავსებული. ყველა ბინა ბარდება სრული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით, ანუ ამაზე ზრუნვა დამატებით მომხმარებელს უკვე აღარ უწევს. საინტერესოა ისიც, რომ პირველივე ფაზაში ექნება მომხმარებელს ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ჭირდება სრულფასოვანი ცხოვრების. როგორც არის აუზი, დახურული და ღია, ფიტნესი, სადაც ამ აუზში იქნება ასევე ზღვის გაფილტრული წყალი, იმიტომ რომ ყველა ვიცით როგორ ძალიან მოგწონს. ხედების ნაწილზე, რომელზეც თქვენ ყურადღებას ამახვილებდით, არის ის, რომ მართლაც შეუძლებელია რომ ვინმე ჩამოეფაროს ამ შემთხვევაში. ეს რისკი ნაკლებია. ყველა ის საინტერესო, რაც პირველივე ფაზაში ჩვენ გავაკეთეთ, ეხლა არის რამოდენიმე კვირის წინ გამოვიტანეთ ახალი 6 სართულიანი შენობა, ამ დაბალგანაშენიანებასაც უსვამთ რეალურად ხაზს, სადაც ჩვენს მოხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ სულ რაღაც აი 45 რო დავამრგვალოთ ციფრები, $55,000 ფარგლებში შეიძინოს ბინა და თუ მას სურვილი აქვს, რომ თავად გაარემონტოს, თვითონაც შეუძლია რომ გაარემონტოს, თუ სურვილი აქვს, რომ ჩვენ მივიღოთ ამაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა შეუძლია რომ დაუკვეთოს ეს სერვისიც. საკმაოდ ისეთი ბიუჯეტური სეგმენტია, შეიძლება ასე ითქვას, რომ ხელმისაწვდომი გაცილებით უფრო ფართო ნაწილისთვის. ანუ ეს არის ისეთი სამიზნე აუდიტორია, რომელიც უშუალოდ საქართველოში ცხოვრობს, ასევე ემიგრანტიც არის და საერთაშორისო მასშტაბითაც ჩვენ ხარ რომ ვაყვირდებით გაყიდვების ტემპს, საკმაოდ ისეთი პროდუქტი გამოვიტანეთ, რომ ინტერესს სერიოზულად იწვევს, იმიტომ რომ ირგვლივ არის ისეთი ტურისტული ცენტრები, როგორიც არის დენდროლოგიური პარკი, ლექსი არენა, მუსიკოსთა პარკი, ბათუმთან სულ რაღაც 45 წუთი არის მანძილი. ამიტომ უნიკალურია თავისი მასშტაბით, ნუ პარაგრაფთან რო არის ზუსტად მომიჯნავეთ, ესეც განსაკუთრებულ როლს თამაშობს. არა, მართლაც ამ ხელა ტერიტორია ერთი კომპლექსისთვის მართლაც ესეთი უნიკალური რამ არის, რომელიც ყოველთვის მაგალითად მე პირადად ჩურდა ხოლმე საზღვარგარეთ კურორტებზე, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთში, თუნდაც რომ აი დიდი ტერიტორიები ქონდათ სასტუმროებს და ნუ ეს მართლაც ანუ კომპანიის მთავარი ღირებულებები რა არის, ხო, გარდა იმისა, რომ შექმნას ახალი და ინოვაციური, შექმნას ისეთ კონკრეტულ ადგილებში, რომელიც მანამდე აუთვისებელი იყო, რომ ქალაქის განაშენიანება ამ მიმართულებითაც სხვანაირად დაითვისოს. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია თუნდაც თბილისში ჩვენი განხორციელებული კწანისის პროექტი. კი ბატონო, აი ვიდრე კწანისზე გადავალთ, აი თუ შეიძლება რომ ცოტა მეტი გითხრათ, ეხლა რა ეტაპზეა სამუშაოები შეკვეთილის ნაწილში, ასე ვთქვათ. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, შეიძლება ითქვას, რომ ფუნდამენტის სამუშაოები უკვე დამთავრდა. ხიმინჯებზე არის ეს პროექტი,
სრულად აქვე დავამატებ კიდე ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ პირველივე ფაზაში ინფრასტრუქტურის ნაწილში არა მარტო აუზი და ფიტნესი იქნება სხვადასხვა სახის რესტორნები და ბარები, იქნება ასევე ჩოგბურთის მოედნები, რომ ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება და მიმართულება არის აი ჯანსაღი ცხოვრების სტილის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის. ანუ სპორტით ნებისმიერ ადამიანს აუცილებლად კი დაგავდეს ჯანსაღი მიდგომით. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და პრინციპში მშენებლობის და ჩაბარების კონდიციებზეც ვისაუბრეთ, ანუ გარკვეულწილად მომხმარებლის არჩევანია ხომ თქვენ გარემონტებულს ამ არჩევანს უტოვებთ ამ არჩევანსაც უტოვებთ ორი მიმართულება გვაქვს როგორც გითხარით სრული რემონტით ავეჯით და ტექნიკით თუმცა თუ აქვს სურვილი იმ ადამიანს რომ თავისი გემოვნებით ესე რომ ვთქვათ გაარემონტოს ეს შესაძლებელია სხვადასხვა კვადრატულობის ბინები გვაქვს როგორც მაგალითად სტუდიოს ტიპის ბინები ერთსაძინებლიანი ბინა ორსაძინებლიანი ბინა გვაქვს კონცეფციაში ასევე პირველ სართულზე საკუთარი ეზოებით რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შენობაში რომელიც 6 სართულიანი არის პირველ სართულზე კონდეს საკუთარი ეზო სადაც შეიძლება ცხოველი ყავდეს რაღაც ბავშვთან ერთად ითამაშოს საკუთარი მცენარე დარგო კულინარიული მიმართულებით თუ ხარ გატაცებული მე თქვა რომ მათ შორის შინაური ცხოველების მოყვარულებისთვის მით უმეტეს უფრო ესეთი მეგობრული გარემოა ზუსტად აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ესეთი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მაგალითად ოჯახებისთვის პირველ რიგში იმიტომ რომ სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ცხოვრების სტილი პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიმართულებაა და შეკვეთილში უფრო მეტად ისვენებენ ამ მიმართულებით ადამიანები მაგალითად ჩემი არის ძაღლებიანი ადამიანისთვის რომელსაც სულ პრობლემა აქვს ასე ვთქვათ როდესაც ქალაქიდან გადის ვთქვათ რა უნდა უყოს შინაურ ცხოვრებას კწანისზე ვისაუბროთ თუ შეიძლება ასევე საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა და მართლაც ახალი სიტყვა კწანისის ნაწილი გამორჩეული თბილისის მასშტაბით ჩვენ რასაც უყურებთ რაც ვნახეთ ყოველ შემთხვევაში უდაოდ შეუძლებელია ადამიანი არ დაეთანხმოს კწანის რესტორ რეზიდენსის შემოქმედებარიდან მასთან ერთად რაიმე შეხება თუ აქვს ან მისთან თუ ასულა ან თუ იქ ცხოვრობს ამ პროექტს პირველ რიგში დავიწყებ ადგილმდებარეობით იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ქალაქის კაკალგულთან ძველ თბილისთან იმიტომ რომ ყველაზე ტურისტულად დატვირთული ადგილი არის დაახლოებით 4 კილომეტრი არის ჩვენი ტერიტორიიდან სადაც პროექტი არის განთავსებული აქაც მასშტაბში საკმაოდ დიდი მოცემულობა გვაქვს 20 ჰექტარით ვართ წარმოდგენილი საიდანაც 8.5 ჰექტარი სრულად უკვე ათვისებულია სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და ინფრასტრუქტურაც დამთავრებულია იყო პერიოდი რომ ჩვენ რამოდენიმე წლის წინ რასაც ვეუბნებოდით ჩვენს მომხმარებელს ახლა ეს რეალობაში შეუძლია თავადაც დაინახონ რა არის განსაკუთრებული ჯერ ის რომ დიპლომატიურ უბანში მდებარეობს უსაფრთხო გარემო არის და სუფთა ჰაერი ზღვის დონიდან 555 მეტრი არის ქალაქზე პანორამული ხედები არის იდეალური ირგვლივ არის ბრიტანეთის, საფრანგეთის, იაპონიის და ასე შემდეგ საელჩოები განსაკუთრებული რაში არის პირველ რიგში ეს არის კწანის რესორტ რეზიდენსი ანუ ყველა რესორტული კონცეფციის ღირებულებასა და კრიტერიუმს აკმაყოფილებს განაშენიანება აქაც დაბალია 6 და 7 სართულიანი შენობები არის აქაც პირველ სართულზე ეზოებით ვართ რეალურად წარმოდგენილი ყველა ის ატრიბუტი რაც შეიძლება ადამიანს დასვენებისთვის სჭირდებოდეს აქ არის რას გულისხმობ ანუ გვაქვს რამოდენიმე ტიპის აუზი 25 მეტრიანი 55 მეტრიანი ღია და დახურული გვაქვს სხვადასხვა ტიპის საუნა როგორც ფინური ასევე თურქული ასევე არის რამოდენიმე ფიტნესი უკვე წარმოდგენილი არის ამფითეატრი სადაც მაცხოვრებელს თავის მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად შეუძლია უყუროს არ ვიცი მსოფლიო ჩემპიონატს უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს ქალაქია ასე ვთქვათ საკუთარი ინფრასტრუქტურით პატარა გაერთიანება არის ადამიანების ჯგუფების სადაც შეიძლება რომ ადრე რო იყო იტალიური ეზოები და ადამიანებს რო უხაროდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ხო ზუსტად იგივე პრინციპი არის აქაც შენაჩულებული, უბრალოდ თანამედროვე კონცეფციაში მოცემული. უნებრივია და ძალიან საინტერესოა თქვენ რაც აღნიშნეთ აი განაშენიანების სართულების ნაწილში ეს მესმის რომ ხშირად კომპანიები პირიქით ეშურებიან ხოლმე რაღაცა მაღალ სართულიანი შენობები იყოს და აქ რაღაც უფრო ისეთი გამორჩეული სივრცე შექმნით ფაქტიურად ხო ამის შესაძლებლობა ქონდა რომ მაღალი სართული აგვეთისებინა მაგრამ კონცეფცია იმდენად აღარ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი როგორც ახლა არის რომ ეხლა დისტანცია შენობებს შორის არის 50 მეტრი რაც ასევე ხაზს უსვამს რომ დიდი დაშორება არის და სივრცე არის და ამის ახმადობა ძალიან კარგია. ყველა შენობას აქვს საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადგომი, ამაზეც ვიზრუნეთ, მიწის ზედა ავტოსადგომი, რომელიც არ იყიდება და ჩვენი სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. გვაქვს სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, როგორც პენტჰაუსები საკუთარი აუზით. ყოველთვის ეს ავტოსადგომის თემა რომ სად გავაჩერო. არ არის საკმარისი და ჩვენ შემთხვევაში ეს ამის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ყველა შენობას აქვს როგორც დახურული, ასევე ღია ავტოსადგომი. გვაქვს ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რა, ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ზოგადად
ქალაქში თქოს პროექტი არ არსებობს, რომელსაც ეს კონდეს, ეს არის მინი იპოდრომი საკუთარი ცხენებით. ანუ იმ ადამიანს, ვისაც უნდა ცხოველთან კომუნიკაცია და ცხენზე ჯირითი სწავლა, ხო, ან თუნდაც ფოტოების გადაღება და ამ შემდეგ, ამის საშუალებაც კი რეალურად გაგვაჩნია. პროდუქტზე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას. ყველა ტიპის პროდუქტი შეიძლება იყოს, როგორც ვილები მაგალითად, თაუნჰაუსები, ეზოვიანი ბინები, პენტჰაუსები საკუთარი აუზით, ქალაქზე ხედებით პანორამული. ისე დეტალებზე გამომახვილეთ ყურადღება, რომ ის მცენარეებიც კი, რომელიც დავდგეთ ამ ტერიტორიაზე, არც ერთი არ არის ალერგიული ყვავილობისას. ანუ ამ დეტალებამდე ჩავედით ჩვენი მაცხოვრებლებისთვის და ყველა ეს ლიფტი, რომელიც გამოყენებული არის პროექტში, არის პანორამული, რომ ვისაც კლაუსტროფობული შფოთი აქვს, რო აი დახურული სივრცის შიში აქვს, ხო? ეს დეტალები ზრუნვა ადამიანს. ვცდილობთ, რომ ეს ყველა კომფორტი შევუქმნათ. აუცილებლად მინდა გითხოთ ბოლო და მთავარი საკითხი, ორივე პროექტის შემთხვევაში, ყოველთვის არის ხოლმე შეძენის შემთხვევაში, როგორია გადახდის პირობები. მე მანდ მივდივართ ბოლოს, გვინდა მოგწონს და რა ვქნათ. განსაკუთრებული პირობებით არის წარმოადგენელი კომპანია Weir Holding-ი ამ მიმართულებითაც გარდა სტანდარტული შიდა უპროცენტო განვადებისა, სადაც რაღაც კონკრეტულ თანხის შემოტანის შემთხვევაში მე მშენებლობის დასრულებამდე შეუძლიათ რომ გადაანაწილონ, გამოვირტანეთ ბაზარზე ორი უნიკალური პროდუქტი. პირველი, ეს არის პროდუქტი, სადაც ჩვენ ვეძახით 3 წლიან შიდა განვადებას, რას გულისხმობს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კომპანიები თავაზობენ მომხმარებელს, რომ მშენებლობის დამთავრებამდე შეუძლია რომ თანხა გადაანაწილოს. ჩვენ შემთხვევაში ვთავაზობთ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ შეუძლია რომ ბინა ჩაიბაროს, იცხოვროს, გაარემონტოს, ან თუნდაც გააქირაოს და შემოსავალი მიიღოს და კიდე დამატებით 2 წელიწადს ვაძლევთ შიდა უპროცენტო განვადებისთვის, რაც უნიკალურია და ამის საშუალებას ფიზიკურად ბევრი კომპანია არ აძლევს. ბევრი კი არა, თითქმის არ არსებობს ბაზარზე. მეორე და ყველაზე უნიკალური ეს არის 10 წლიანი შიდა განვადება, ეს არის შეიძლება ითქვას საბანკო სესხების ალტერნატიული პროდუქტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია პირველად შენატანის გარეშე ბევრად უფრო ნაკლები ღირებულებით ფინანსურ ორგანიზაციებთან შედარებით შეიძინოს ჩვენთან ბინა მასზე მორგებული გადახდის პირობებით. ზოგადად ეგეთი მიდგომა გვაქვს ჩვენ, რომ მისი კლიენტის შემოსავლიდან, მისი ისტორიიდან გამომდინარე, მას მოვერგოთ როგორი გადახდის პირობა მოწონს და აწყობს და მის მიხედვით უკვე შეარჩიოს ბინა. ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა ძალიან მოქნილი გადახდის პირობებია მიმზიდველ პროექტთან ერთად, მე მგონი ეს ყველაფერი თავსებადია. ბექა, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო წარმოდგენისთვის ამ პროექტისთვის და პირველ რიგში მადლობა Weir Holdings ასეთი პროდუქტების შემოთავაზებისთვის, მართლაც და დიდი არჩევანი გვაქვს ამ კუთხით, კომფორტული არჩევანი და შესაძლებლობა ხელმისაწვდომი. მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ Business Insider-ი დღეს გემშვიდობებად, ჩვენ დავბრუნდებით ორშაბათს.